დამხობა და რევოლუცია ის სიტყვებია, რომელსაც არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ერთადერთი გზა, რაც დაგვრჩა ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან, რომ გამოვიხსნათ ჩვენი ქვეყანა, არის სწორედ მშვიდობიანი დამხობა და მშვიდობიანი რევოლუცია. ამისთვის იდეალური დრო არის ახლა, იმიტომ რომ ცხადზე ცხადია თუ რეალურად რა მდგომარეობა აქვს ახლა გუნდში. ფაქტობრივად ასინეთა მდინარაძის და სვეტლანა კობახიძის იმედზეა დარჩენილი ივანიშვილი და ამასობაში შიდა გუნდში დაჭმა და ერთმანეთის ხოცვაზე არიან გადასული, რასაც ქვია. და ის ადამიანები, ვინც ამ გუნდში ერთ დროს იყვნენ, პოლიტიკოსები ერქვათ, ამ ადამიანებს თქვენ შეიძლება ჩვენ ყველას მათდამი პირადად როგორც ადამიანურად დამოკიდებულება სხვა გვაქვს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსები, ვინც იყვნენ ამ გუნდში, ფაქტობრივად აღარავინ აღარ არიან და ვინც სხვათა შორის ვინც იყვნენ თავიდანვე ამ გუნდის მომხრეები და ვინც თავიდანვე მათი ერთგულები იყვნენ, ის ადამიანებიც აღარ დარჩნენ გუნდში. შესაბამისად, ყველანი 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად გაუშვათ იქ, სადაც არის მათი ადგილი.